მოგესალმე. ხმა შევამოწმოთ ჯერ მე მგონი. მეტი. ხმა თუ ისმის და გვიდასტურეთ მეგობრებო, მოგესალმებით ისევ ბალდიდან. იცით ალბათ რომ აქ უკვე 24 ღამეა ბალდის დედები ვათენებთ 24 საათიანი რეჟიმის მორიგეობით ვართ და ვაპროტესტებთ ჩვენი ბალდის კანიონის ხეობის გაიჯარებას და ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელსაც გაუვიდა ვადა 29 ნოემბერს. ახლა ჩვენ დღეს გვინდა დავუკავშირდეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელს ბატონ ზაზა გაგუას, რომელიც ამობრძანდა ჩვენთან 9 დეკემბერს და გითხრა რომ, ესე იგი, მოჰქონდა ინფორმაცია ასეთი რომ უახლოეს დღეებში მოგვაწვდიდა ინფორმაციას აი ამ საკითხთან დაკავშირებით. და ეს უკვე უახლოესი დღეები ძალიან გაგრძელდა, თითქმის უკვე 2 კვირაა და თავს ვიკავებდით იქეთ დარეკვისთვის, მაგრამ რადგან ძალიან გაგრძელდა ეს დრო, ახლა ვეცდებით დავუკავშირდეთ მას და გავიგოთ რა ინფორმაციას ფლობს ამ საკითხთან დაკავშირებით. გამარჯობათ, ბატონი ზაზა გაგვაბრძანდებით? ბატონო ზაზა, მე ბალდიდან გიკავშირდებით, იცით თქვენ ჩვენი პროტესტის შესახებ. ერთ-ერთი იმ დედათაგანი ვარ, რომელიც აპროტესტებს უკვე 24 ღამეა გარევდგე ვარ და ეს თქვენთვის ახალი არ უნდა იყოს და როდესაც თქვენ ამობრძანდით, მაშინ უახლოეს დღეებში მოგაწვდითო ინფორმაციას, ასე გითხარით და დიახ, მე ვარ, ხო? ხო და აი ქალბატონო მაია, ჩემთვის აი მას შემდეგ ეს ეხლა საუბრობდი ზუსტად ჩემს მეგობრებთან თანაშემწე რომ 2 კვირა ჩვენთვისაც არაფერ უცნობთ. მე ეხლა შემიძლია დავუკავშირდები და გაგეგებინებ საგანებები. თუ დავუკავშირდებით ხელმძღვანელობას გადმოგცემთ სანაპიროს. და რამდენ ხანში იქნება ბატონო ზაზა რომ ვიცოდეთ აი დავრეკავ და დღის განმავლობაში გაგაგებინებ დაუკავშირდეთ თუ ვერ დავუკავშირდეთ ხალბატონო მაია. დღის ამ ესე იგი დღევანდელ დღეზეა საუბარი, ხო? აქამდე ვერ დავუკავშირდით. მე დავუკავშირდე ხელმძღვანელობას. იმიტომ რომ რა დროც არ უნდა იყოს ბატონო ზაზა, თქვენგან ველოდებით ზარს და ისე თუ ჩვენი შეხვედრაც თუ შესაძლებელი იქნება, ძალიან კარგი იქნება თუ შევხვდებით ერთმანეთს და ან თქვენ ამობრძანდით, უკეთესი იქნებოდა, რადგან ჩვენ ხალბატონო მაია, მე მაშინაც აგესა ინფორმე გადაწყვეტილებებს ვერ ვიხსნა. გასაგებია ბატონო ზაზა, გასაგებია რომ თქვენი გადაწყვეტილებას ვერ ღებულობთ, მაგრამ თქვენ ხართ უშუალოდ ჩვენი შუამავალი აი ამ თქვენს ხელმძღვანელობასა და ჩვენ შორის და ხო და ხო აი უახლო საათებში ველოდებ. ხო. ხალბატონო მაია, როგორც დანაბარები, მაშინ ხო გითხარით ჩვენ დანაბარები ხო ამიხსენებდი შენ. გასაგებია, ხო, თქვენი კი ბატონო. კარგით, მაშინ ველოდებით უახლოეს საათებში, ოღონდ ბატონო ზაზა, თქვენგან ზარს, ხო? ძალიან გთხოვთ და ახლა არ ვიცი ეს ტელეფონი იქნება თუ არა, მაგრამ თქვენ გაქვთ. ტელეფონი ჩართული ტელეფონს ავთიშო ხალბატონო მაია. მაგრამ მე ყოველ საათში ვიქეთ ვერ დაგირეკავთ თქვენ და თქვენ როგორც დღის განმავლობაში ხო კი ბატონო ჩაინიშნეთ და ეს რომ უბრალოდ მოგვაწოდოთ ინფორმაცია და ძალიან გთხოვთ ბატონო ზაზა რომ ახლა წინამორბედების არ იყოს კიდე აქ ზოგ-ზოგიერთ ჩინოსნების არ იყოს რომ 2 დღე და 3 დღე ველოდებით პასუხს ესე ცოტა ხერხული ხარ ხო? პასუხს გაგებინეთ ხალბატონო მაია. კარგით, დაგელოდებით.
ალბათ უკვე მოისმინეთ რა იყო ჩვენი საუბრის თემა და როგორ განვითარდა საუბარი და დაველოდოთ მაშინ პასუხს კიდევ. ესე იგი უახლოეს საათებში ჩვენი ის ასეთი იყო წინადადება და დაველოდებით გზაზე გაგუას პასუხს, იმიტომ რომ უშუალოდ ის არის ამ ბალდის კანიონის დირექტორი და უშუალოდ ის ბრძანდება ჩვენ შორის შუამავალი თავის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან და ჩვენ შორის. თუმცა აქამდე შეეძლო დარეკვა თავის ხელმძღვანელობას. დაერეკა, გასაგებია, მაგრამ ისევ და ისევ რომ ჩვენ კიდევ და კიდევ რომ არ დავძაბოთ სიტუაცია, ჯერჯერობით სანამ ძალა გვაქვს ვესაუბრებით ნორმალურად და კორექტულად და არც ჩვენ გვინდა რამე უხეშიმებში გადავიდეთ, ამიტომ მე მგონია რომ ალბათ იქნება პასუხი. გასაგებია, შეიძლება დადებითი პასუხიც არ იყოს, მაგრამ უარყოფითიც პასუხია, ხო? რაღაც პასუხი მაინც უნდა მივიღოთ. ისე არა რომ დღეების განმავლობაში ველოდებოდით უაზროდ და ყველგან საერთოდ არანაირი კომუნიკაცია რო არ გქონდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ჩვენ ისევ და ისევ ჯერჯერობით ვრჩებით აქ და ველოდებით პასუხს და თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ისევ შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.